წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირს იტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ნათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. სამშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე გეოლდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე, გადაცემა, რომელიც ძალიან შეიყვარა ჩვენ ვერგულმა მსმენელმა და სულ მოუთმელად ელოდებიან და ველოდებით ჩვენს კვირიდან კვირამდე. თემა გვაქვს როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო, აუცილებელი, მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რამოდენიმე თემა იყოს უმძიმესი, მაგრამ მოსაყოლად მაინც სულ სხვანაირია. თან ამ გადაცემას ყავს ორი წამყვანი ვუძღვებით ისტორიკოს კვლევარი ბატონი ლაშაჯიკი და მე სოფიო ხუციშვილი. თან გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად, ეს მათთვის პირველად გვისმენს, ან ეს არის შემოგვიერთდა და ყველა გადაცემის ჩანაწერები ნახეთ ვებზე რადიო ათინათი წერტილეჯი, Facebook-ზე რადიო ათინათი და ასევე YouTube-ზე. ნებისმიერი ფონტით ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. რაც შეეხება ლაივს, ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე 105.9 FM და ინტერნეტით რადიო ათინათი წერტილეჯი. თუმცა სანამ თემაზე გადავალ, ჩვენ თანამშრომლობა ისევ ძალაშია და თუ მოგეპოვებათ მასალები, ჩვენ ველოდებით თქვენს მასალებს. ველურად მოგესალმებით, უნდა დავასწრო დღესაც ბატონაშას ონჯუაჯირობუაშ ცუმოძინას გიზალენთ არძას. ამჯერად მივესალმები სტუდიაში ჩემს ძვირფასთან წამყვანს, რომელსაც ერთი სული აქვს ეს გადაცემა შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ სხვა შორის კარგა ხადია ვემზადებით ამ გადაცემისთვის. საღამოშიდობის ბატონაშა, როგორ არის? საღამოშიდობის ბატონ სოფიო და ეს უპირატესობა თქვენ უკვე ექსკლუზიურად უნდა გქონდეთ, მეგრულად მისალმება პირველად. და შესაბამისად მივესალმები თქვენის ნებართვით ჩვენს რადიო მსმენელებს. საღამოშიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოკლედ მეგრულად თქვენის ნებართვით ვიტყვი რომ ონჯუაჯგრობუაჩკ რადიო მარჩკილებ ხორონტკ ჩკიროდო ბედნერო ქორუან ირიათუ. დიახ, ბატონაშა, თემა დავაანონსოთ ჩვენ ხოჩოს კარგახნეს წინ და ამიტომ შევახსენოთ რაზე უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ ჩვენი ერთგული რადიო მსმენელის ბატონ ბესარიან-შონიას ინიციატივა იყო რომ ერთი გადაცემა ყოფილიყო სულის წაყვანაზე, შურის უჩაონაფა, ასეთი რიტუალი არსებობდა სამეგრელოში, ძალიან პოპულარული ის კი არა თითქმის დღევანდელ დღემდე მოაღწია, ანუ მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე იყო აქტიურად წარმოდგენილი. აქ იყო მთელი რიტუალები და რას წარმოადგენდა ეს შურის უჩაონაფის რიტუალი, ამაზე ვექნება დღეს საუბარი. დიახ, ძალიან საინტერესოა და მე ძალიან ცოტა მეგულება უფროსი თაობის ადამიანი, ვისაც მსგავსი რიტუალი ნანახი თუ არა გაგონილი მაინც არ აქვს, იმიტომ რომ მე პირადად ეხა ძალიან ბევრის ზარა ვარ, მაგრამ მაქვს საკუთარი თვალით ნანახი. და ძალიან საინტერესოა და იქ რაღაც საოცრებები ხდება, არ ვიცი, აი დაუჯერებელი ამბები ხდება. მოკლედ ორ ენაზე ვსაუბრობთ და ამჯერად არ გადავამლაშებ, მინდა ბატონლაშამ ისაუბროს ამ თემაზე, იმდენად საინტერესოა. გირჩხილეთ დიო მარგალირო, ბატონლაშა და უგულ ქორთულო. ხო ბატონ. მარგალირო ქოფთქუანთ, ამ დღანერჩკენ თართემარე შურის უჩაონაფა. ეთნოგრაფიულ დაკვირად და არქეოლოგიურ ძირაფუებით ჯგირო იძირე მუჭოთ ისტორიულ კოლხეთის მახორვებს მანგარო წანდეს შურის რინაში. თენა კარკატიათ იძირე ჯვეშ კოლხურ რიტუალებს ხოლო. სოდეთ რჩკიუ თიქიანაშა შურის გინულაშ ორიტუალე ეპიზოდურ სცენები. თენა მუშო კორაგად ირწყებე ფოლკლორს, არიკებს, მოიადებს, მითოლოგიებს და ლეგენდებს. თინახოლე ორაგადრე ნამუნდა კოლხურ კალენდარს გიშაკრზაფილ არდგილ უკინებ ართართ გიშარჩკინელ ორიტუალე დღარხოს შურის ხას. საბატონს კინთინე შურის დღას. ათი ფათხოვლო მოძირენა მუჭოთ შურის გაშაშინე დღა გიშაკრზაფილო კაბეთ როც ლააფენჩკინ კინოხონის ორინელს. შურის გურშენ ქრისტიანობაში მუშულაშა კოლხეთის ბრელ შხოდოშხანერ ტრადიციარ დრთხილერ. კანკალე თიშმამწარათრდ მუშულირ ჩკინ ჯვეშეფის რინაშა ამარ ამ დღანერ დღაშა ხოლო ქმაჭირნო. ჯვეშკათაშკინო ჩამათ გიშაპკერსაფილოკო დოთხილესკო ღურელი შური დო თეს არსას მუშ მათხილარ რიტუალოკო აუსლებრო ოხოლუტკო. ათეშნერი ართართ რიტუალ დუ თეშ დოძახინელ შურის უჩაონაფა, შურის მოონაფა. ათე რიტუალ ხოლორ დუ შურის დარსხებაშ პროცესია. აჯამურ ბორჯის კათაშ მერჩკინათ სოთინ ხვადო უდეშგალე დოღურუტ კოჩიდა თიში შური აუსლებრო მუშ უდეშაკო მოლე უნესკო. ვარა უდეშა ვემიაგუთ. ურცხო ქიანას ოლეხეს უდეშ გალე წყარს დიშკვიდუდუნ ვარდა გვალას დემარცხებუდუ და ათეცალ კოჩის შურს აუცლებრო კოდრ სხება მეხوارა. მუშენდა შარას ვემიაგუდო მუშით ვადართინეთ უდეშადო ღურუში ადგილს გიწყუმოტუტკონი ვაფუთ. თექე გილეგაგუტკონი დო შურხოლო ქეწვალებუთ. თენა შურის უდეშა ონაფა ვამოხადუდუნ თეშახ თაში ვაფუთ. მურდუკულ ურელის ფიზიკურო უდეშარდუკო გინოსვანჯაფილინ იშენ შურს აუცლებრო სხებადო ალობა ოკო. ათეშენ ინწყუაფუთ შურის შორსხებელ რიტუალ. კერძოთ ღურაშ არდგიშა ქიმიშ ღურელის დიდა. უმუსო თაშხვადუთ. მუშამ ცოცხალირდან.
ვარდა და ვარდა ბიძისკუა ოსურსკუა და თაში ხოლოშიან მიდგაი დიდა ვარდა სხვა არზაშუმოს ხოლოშიან მოჭგირე ოსურ ადამიან მუშ მოვენჯებს კომადო შურიშ მარცხებელებს კომართო ქოდიჭყან შურიშ ონაფაშ რიტუალს თენა თაშხვადუთ ჩედ გოსურდილ დიდა სკუა ჟღურაშა კანს ქოდიჭყან ხაპუას ბირას მიოგან ფანდურს ჩონგურს ჩეშუმუსო ჩონგურს მიოგანდეს ჰამო ნინაშა ქოდიჭყან რაგადის მუშენდა ღურელი შური ათაშოკო გაშეტყურესკო წყარს ნაშკვი და ბორჯის ღურელი შურ წყარშე შიტყურუანდეს ვარდა ოტყობინჯეშე გაშეტყურუანდეს ათე პროცესია ჯოხოთ შურიშ გიშატყურაფა შურიშ ეშატყურაფა თაშუ ზაღდეშ კინჩვეშე ათე გიშატყურაფა ეშატყურაფას ხოლო მუშ არ ზუღოთ მუშენდა ჯვეშკათაშ მერჩკინადო დაჯერა ღურელი შურს ახალ ნაღურა არდგილიშ გოკონდა ტყვე ვარდუკონ ხოლო იშენ უმოსო ოზაროდო ვაკოთ ჯვეშ ორინელ უდეშა დორთა მუშენდა ურიდანთ სხორცხალებს მუდგა მუშ მანგარ ხოლოშიან მოჭგრირდუკონ იშენ ვაუსხუნოთ შურდგიმილ კათაწკუმა რინა ინავარ მუშ ანაგის ხოლო ენტებუთ მუშენდა ურცხოთ მიჩკინანს შური შეშულაშოკულ მუშტანს ათეშენ ურელი შურს უფერვანადო თის ოცადნა შქურნაკ მეუდინასენ ბირას ხაპუალა აფით შვიტინი თოცადნა ქიმირჩქანუანდო გურკ მოკართასენ გაჭყორდას მოჭოთ ღურელერდო ორჯგინას შკური რინჯისენ შურიშ უდეშა უნაფალო ხოლო მეუღუდეს ხალან კინთინე გუდა ნამუთ გიმბარუ თიჟანს მუჟამი დინახლე შურ გენიშოდა ხოლო მეუღუდეს ჩე ძაფიშ გერთელ კაბეთ კონჭი მინა კანს ჭითა ძაფის ხოლო ირნუანდეს ათე ძაფის შარას მუჭოთ მიშესუნთეშ გინართანდეს კონჭიშდო არტ გეთებოდო მაშას გეკნობუნუანდეს ქიმუსკუანდეს დო თაშ უდეშა მეულაშა ურთანდეს ძაფამ კონჭის ათაშ მეუნდეს შურ უდეშა შურიშ მეუნაფაშა აუსლებრო მეუნდეს ხოლო მომულია ნამუთ მუჭო მიქციებუდუნთის კაბეთ შანულობას არზენდეს თინა აუსლებრო ქიმიშ ურაშ არდგილშა დო თიაკანს ქდიჭყან კოიცალოთ შიებას ვარა მუდგაინ გასაკვირ მიკორთ მუკორთას დო ღურაშაკანს ვადეთხიებუდ ჭეხანს თიაკანს სოდეთ მუმული გიფოფორუდუნ თეკ ხვინს კიგუჩხაპუანდეს დო პეულებს ხოლო კიგიორღვანდეს ვარდუო უდეშა დორთეც ათე მუმულ ღურელს კიდირს კიგიოფურნანდა ირკოშ შურს გეშეკაჩოთ მუშენდა თეთი კოროცხუთ ღურელი შურს ხებოლირდან ვარდუო ღურაშაკან მოჯგირებშო ურჩქინდ ვარდა ემერთედუნ ფერქოდუდა ენა ჟირფა ღურარდ ათეცაშე თქუანდეს სომი თიტუა შურ ენ ასე ხოლო ხვადნათეცა რაგათი ასე ხოლო არტ რიტუალი ოკო კიგებშინათ ნამუც ხენანჯიშ შურის ხება შარდუ გერცხილ სამარგალოს უჩქუდეს შურის ხენ კერძოთ ღურელის ხენს უჩად გოსურდუნდეს უჩანო წკრებით დობეჭუნდეს მინჩა კვარცხიშე კიგედგუნდეს კეხი დონანგერს ეს ღურელის ოკუჩხანეშე კიგიორნუანდეს დო მიონარღებელ პროცესია სასაფლაშა მეულაშა აწოუნ წოხლე შურის ხენს არ წანას მითინ ვეგედოხოდუდ მუშენდა ღურელიში შურიშო იკოროცხუდო ცხენანჯიშ გეხუნა იჩინებეთ მუჟამით ათეცხენ ჭირხინ კვარტიშკიებას ქდიჭყანდუნ ღურაი წამოწანა დღას მინწყუაფუდ მარვლა ათე ღურელის შურიშ მაშინალო ათე შურის ცხენს ღურელის ხოლოშიან ბოშკი გედოხოდუ თენარდუ დათხიება ჯვეის ცხენანჯიშ დო საავროფო ცხენის ართიანწყუმა ათაშ დათხიებულ შურ ალობას არზენ ცხეს დო მუშ მინჯეს თეთხვადოთ შურიშ დარსხება ვანგარო ინტერესერედო ათე ცხენის ამბე ვამჩქუდდო ათე ძაფი ჩონგური მუმულდო თენებ მიჩქუდ ნარაგაჩი ხოლო მიჩქუდო ნაძირებ ხოლო მაბშუ ბებ მიწინდ კუჩხვე გიობიჯგოვა ვაშინერსია შარას მიძირ მახოლოთი ძაბდო ათნა მურმა ქთის კუჩხვე გიობიჯგოვა მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო რიტუალია არ ვიცი თან ეხა წარმოვიდგინეთ როგორ შვებას იგრძნობდნენ და როცა აი სული უბრუნდებოდა სხეულს ხო წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჭირის უფალით როგორი დაძაბული იყო და ხო განიცდიდა ამას და განიცდიდა ეხა წარმოვიდგინეთ რა ხელა რიტუალია შვილმკვდარი დედა ცეკვავს ღერის საკუთარ თავს საკუთარ ტკივილებზე მაღლა დგას გლოვიარი ქალბატონი თეთრად იმოსება ძაძების ნაცვლად და ჩონგურზე უკრავს და ფანდურზე კი ბატონო და რა ხელა ის არის და იცის რომ მისი შვილისთვის აკეთებს ამას და ეხა როგორ ჯერათ ამ ყველაფრის და თან კი ბატონო ეხა ძალიან ბევრი რაღაცა მითია ძალიან ბევრი რაღაცა დაუჯერებელია და ვიღაცას არარეალური გონია მაგრამ ის მამლის საქციელიც ხო აი რო განვიხილოთ სხვა დროს რატო არ იქცევა მასე მამალი მაშინ ხო აი აუხსნელი ფენომენია აუხსნელი ფენომენი კი აუხსნელია შეიძლება ვიღაცა მამაზე ცინიკურად იქეთნურად ჩაიცინოს მაგრამ რეალურად ასე ხდებოდა ეს იყო ფაქტი მაშინ თუ რაღაცას ჩავუძდებით და ჩავთვლით რომ ნაკლი მოვუძებნოთ ყველა რიტუალზე შეიძლება რაღაცა მომენტში გაგეცინოს ამაზე უარესებიც ხდებოდა ხოლმე მაგრამ როცა ეს წამდათ და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და როგორ აკეთებდნენ ამ მე მგონი ეს უნიკალური რიტუალია მე მგონი სხვა ხალხებში არ ხდება არ გამიგონია მეც არ მაქვს ამ ჩვენთან არის სამეგრელოში და სვანეთში სვანეთში კი ნამდვილად და ის ძველ კოლხური ის ტომები სადაც იყვნენ სწორედ
უბრალოდ იქ არის გავრცელებული და სხვა სამურზაყანოშიც აქტიურად იყო გავრცელებული. თითქმის ერთი ტრადიცია. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ერთი გარემო იყო, ერთი სოციალური გარემო და აქ ერთი ტრადიციები, ანუ ურთიერთგასვლა ხდებოდა, ურთიერთგაზიარება სხვადასხვა ტრადიციების და შესაბამისად გავრცელება. თლაც აი შედარებითი ანალიზისთვის რომ ისა ვერ მოვიძიერ ანალოგიური რიტუალი, რომელიც სხვა ხალხებში, სხვა ეთნოსში ყოფილიყო. დიახ, ძალიან საინტერესო რიტუალი და სხვა შორის როგორც ყველა გადაცემა, ესეც იქნება ქართულად, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია ამის ქართული თარგმანი, იმიტომ რომ მეგრულად ცოტა შეიძლება ისე მოიჩვენოს ადამიანს რაღაცა აი თითქოს ილუზია თქვი, რაღაცა ზღაპარსყვები, არა, რეალობა იყო ეს და სხვა შორის ეს არის ერთადერთი არა, ერთ-ერთი ტრადიცია, რომელიც ძალიან გვიანობამდე ბატეო ლაშას-ქვის არ იყოს შემორჩა. თითქმის აქობამდე შეიძლება ითქვას. ქართული ვერსია ბატეო ლაშას. მოკლედ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა, როგორც შესავალში აღნიშნეთ, გახლავთ შურიშ უჩაონაფა, ანუ სულის სახში წაყვანა. მოკლედ ასეთი რიტუალი არსებობდა ძველად, როგორც სამეგრელოში, ასევე სვანეთში და აფხაზეთის მნიშვნელოვან ნაწილში. ეთნოგრაფიული დაკვირვებით და არქეოლოგიური აღმოჩენებით აშკარაა, რომ ძველ კოლხურ საზოგადოებაში ძლიერი იყო რწმენა სულის არსებობის შესახებ და ამას მოწმობს მითორიტუალები, რომლებიც გაჯერებულია ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნურ სამყაროში ადამიანის სულის გადასვლის სარიტუალო ეპიზოდური სცენებით. ბუნებრივია ეს ყველაფერი ასახულია ფოლკლორში, ზღაპრებში, არიკებში, მითოლოგიაში, ლეგენდებში და ასე შემდეგ. ნიშანდობლივია, რომ კოლხურ კალენდარში განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ერთ-ერთ ყველაზე სარიტუალოდ გამორჩეულ დღეს, რომელსაც ერქვა შურიშხა, ანუ შურიშ დღა, ქართულად სულის დღე. ეს ფაქტიც მიანიშნებს, რომ სულის მოსახსენებელი დღე განსაკუთრებულ როლს თამაშობდა ჩვენი წინაპრების ყოფაში. სულის შესახებ წარმართულ პერიოდში სხვადასხვა შეხედულებები არსებობდა, ამიტომაც გვაქვს თქმულებები მოხეტიალე სულებზე, მეხვალახე, ანუ მარტო სულებზე და ასე შემდეგ. ხალხის რწმენით, სულს განსაკუთრებული ყურადღება და სათანადო რიტუალის დასვა სჭირდებოდა. ასეთი რიტუალის ერთ-ერთი ნიმუში გახლავთ შურიშ უჩაონა, ანუ სულის სახში მოყვანა. სულის მოყვანა, შურიშ მოონაფა, ეს რიტუალი იყო ასევე შურიშ დარსხების, ანუ სულის დახსნის პროცესია. წარმართული რწმენით, უცხოობაში, სახს გარეთ, წყალში თუ მთაში დაღუპული ადამიანის სული ვერ იგნებდა გზას შინისაკენ და დაღუპვის ადგილის ტყვეობაში რჩებოდა. იქ დაწყრიალებდა, მას შემდეგაც კი, როცა მისი ცხედარი უკვე შინ იყო მისვენებული. ამიტომ სრულდებოდა სულის დასახმარებელი, გამოსახსნელი, დაღუპვის ადგილიდან წამოსაყვანი რიტუალი, რომელსაც დედა ან სხვა ახლობელი ასრულებდა სხვების თანხლებითა და სულისხსნელი შურიშ მარსხებელის კარნახით. თეთრად მოსილი დედა დაღუპვის ადგილზე ცეკვავდა, მღეროდა, უკრავდა ფანდურზე ან ჩონგურზე, უფრო ძველად უფრო ჩონგურზე, რომ სული ამოეტყუებინა წყლიდან, დამრჩალის შემთხვევაში ან გამოეტყუებინა სამალავიდან, რასაც გიშატყურაფა, ეშატყურაფა ერქვა. ამოტყუება გამოტყუების საჭიროებას განაპირობებდა ისიც, რომ ძველი რწმენა წარმოდგენებით ახალ დაღუპული ადამიანის სულს, თუნდაც დაღუპვის ადგილის ტყვე დარგზნობდეს თავს, ხშირად თავად არ სურს ძველ არეაში, მათ შორის შინ დაბრუნება, ოფთხის ცოცხლებს, რაც უნდა ახლობლები იყვნენ ისინი და კიდევ უფრო მეტიც, ოფთხის საკუთარ სხეულს, ხედარს, რომელიც მისთვის გაუცხოებულია. ამიტომ ეფერებიან მას და შირს უფანტავენ დედის, ცეკვას სიმღერითა და მხიარულებით, რათა დაავიწყდეს, რომ უკვე მკვდარიან ძლიო შიშს. სულის სახში წასაყვანა თან მიქონდა ტიკი, რომელიც გაიბერებოდა, თუ კი სულის შიგ ჩავიდოდა. აგრეთვე თეთრი ძაფის გორგალი, ზოგან წითელი ძაფის გორგალი, რომელსაც სადაზა შლიდნენ, რომ სული ძაფს გამოყოლოდა, მიყავდათ მამალი, რომლის ქცევა მიანიშნებდა სულის ადგილსამყოფელზე. მამალი აიფოფრებოდა, ადამიანებით დაიწყებდა საუბარს, იტყოდნენ მიცვალებული სული ჩაუსახდაო. იმ ადგილს აკურთხებდნენ ღვინით და ყვავილებით მორთავდნენ, იქვე რაიმე ქვას ან სხვა ნიშანს დადებდნენ. თუ კი შინ დაბრუნებისას მამალი ცხედას დააფრინდებოდა გულზე, სული დახსნილად ითვლებოდა. თუ კი დაღუპვის ადგილი ახლობლებისთვის მიუწვდომელი იყო, ეს მეორე სიკვდილივით აღიქმებოდა. ამიტომ იყო ყველაზე დიდი სინამდვილისა და წოხლის ფორმულა, ასე იტყოდნენ ძველად მეგრელები, სომითი თუ შური, ანუ სად ჩატოვაო სული. აღსანიშნავია, რომ ასევე სამეგრელოში გვიანდელი სამურზაყანო ჩათვლით და სვანეთში არსებობდა სულის ცხენი, შურიშ ცხენი, რომელიც ასევე მონაწილეობდა მიცვალებული სულის დახსნის რიტუალში. კერძოდ, მიცვალებული ცხენს შავარს შესუდრავდნენ, ფაფარში შავ ნაჭრებს ჩაუწნავდნენ, ზოგჯერ უკუღმა კაზმავდნენ. იგი მიცვალებულის ფერთხით დგებოდა, მიუძღოდა პროცესია სასაფლაოსკენ. სულის ცხენზე მთელი წელი არავინ ჯდებოდა, რადგან იგი სულის კუთვნილებად ითვლებოდა და უმხედროდ ჭენებით, ფლოგთა ცემითა და ჭიხვინით ავლენდა დროდადო, რომ მასზე სული ჯდებოდა. გარდაცვალების წლის თავზე გამართულმა რულაზე გარდაცვლის ახლობელი ყმაწვილი მხედრობდა. ეს იყო გამოთხოვება ძველ მხედართან და საყვარელ ცხენთან. გაყრელი სულიც ამის შემდეგ ალობას თავისუფლებას ასლევდა მას. როგორია, აი რა ვიცი, მართლა ზღაპარი ვიჭრებს ეს ყველაფერი და არა და რეალობაა და მართლა ასე იყო და ასე
უკეთდებოდა. კი, ძალიან აინტერესებს ხოთაშორის მე მქონდა უცხოელებთან საუბარი ამაზე და ამ რიტუალმა რაღაც განსაკუთრებულის გამოიწვია ინტერესი. მათ უფრო აინტერესებს ავთენტური ყოფა ჩვენი ხალხის საზოგადოების და ეს რიტუალები და მოკლედ ძალიან დაინტერესდა უბრალოდ მე ხა დეტალებში ყველაფერში ვერ აუხსნიდი, იმიტომ რომ ტექსტში როგორ იბერება თავისი ტექსტი და როგორ ჩასახდება სული და ბუნებრივია ხა ეს პროცესი. ცოტა ისეთი ის არის ზედმეტად დაუჯერებელი, მაგრამ როგორც ასეთი რიტუალი აღიქვეს რაღაც საოცარ ფენომენად. და სხვათა შორის სვანი ფილმში არის ძალიან კარგად ეს ასახული. აი როგორი სცენა, ის დედა, ის უცები შავიდან თეთრში გარდასახვა, მე ეს რიტუალი, მე ეს მუსიკა, მელოდია. ნუ არ ვიცი, რაღაცა სასწაულია, სხვა სამყაროა. აი, ნამდვილად. არ ვიცი. ჩვენი ხალხი მართლაც უნიკალურია თავისი ამ უძველესი ტრადიციებით და საკმაოდ დიდარი ისტორია და კულტურა გაგვაჩნია და მოკლედ ეს არ არის მართლაც აი დასავიწყებელი, სამწუხაროდ რაღაცა იკარგება, ცუდია თუ კარგია მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ ინფორმაციაც იკარგება ზოგ რიტუალზე და ეს არ არის სასურველი. დიახ, ინფორმაცია იკარგება, წიგნი შეიძლება გაცვდეს, შეიძლება რაღაცა გაიხეს და დაიკარგოს, მაგრამ მასალები, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, აუდიო მასალები, თქვენი გადასაწყვეტია და ძალიან კარგ სიზამ თუ თაობა შემოუნახავთ ამ ყველაფერს და მოასმენინებთ შემდგომ და შემდგომ. ან თქვენ მოუყევით, ან უბრალოდ მოასმენინეთ, იცოდნენ საიდან მოდიან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი თითეული ქართველისთვის, ამ შემთხვევაში მეგრელისთვისაც, იმიტომ რომ თუ არ იცი შენი წარმომავლობა, თუ არ იცი შენ რა ისტორიის და ასე ვთქვათ კულტურის მატარებელი ხარ, შენ სხვის კულტურას პატივს ვერ სცემ. ასე წესია ეს ასეთი. და მადლობა იმისთვის, რომ მოგვეცით სტიმული, ამდენი გადაცემა გავუკეთებინათ, თითქმის მესამე წელია ამას ვაკეთებთ და ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრებთ ამაზე აგაჩერებას. უამრავი მასალა, მაგრამ თუ თქვენ შემოგთავაზებთ, ჩვენ თქვენს იდეას გავითვალისწინებთ და ამის კლასიკური მაგალითი აგერ გვაქვს ჩვენ მერდგულმა მსმენელმა ბატონმა ბესარიონმა შემოგთავაზა თემა. ბატონმა ლაშა მოიძია და ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით გაგიზიარეთ ეს თემა პირდაპირ ეთერში. ბატონ ლაშა, რას ვაკეთებთ იქ ხუთშაბათს? მოკლედ მე კომენტარში ვნახე, ანუ საკმაოდ ისე სახელაგვარი არ იყო, უბრალოდ რაღაც მონიშნები იყო და ანთარზე უნდა და ჟინიდო თუდონი ანთარი. ანუ და რას მონიშნავს ამაზე ვისაუბრებთ, ხო? ჟინი ანთარი და თუდონ ანთარი და რა ფენომენი იყო ამაზე ვისაუბრებთ მომდენო გადაცემა. შეიძლება ორ ნაწილადაც გავყოთ, ჟინი ანთარი სხვა მოცემულობა გვაქვს და თუდონ ანთარი სხვა. ანუ მას სხვა ფუნქცია მოვალეობა აკისრია, ოღონდ ორივე მფარველია თავისთავად და მოკლედ წინასწარ რაღაცას არ ვიტყვით, რომ ინტერესი და ინტრიგა არსებობდეს. ინტრიგა არსებობდეს და აი ხო ხედავთ. თქვენი სიტყვა ჩვენთვის კანონია. მომავალი გადაცემა ძალიან საინტერესო იქნება, ისო და ისე თქვენი სურვილისაბრებ. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის, თქვენი დროისთვის და ვატალაშას ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო თემებისთვის და ყველას მადლობა, ვისაც წული მიუძღვის ამ გადაცემისთვის. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. სტუდიაში ორნე მუშაობდით, მე სოფია ხუციშვილი, ისტორიკოს მკვლევარი ვატალაშა ჯიქია. ყველა გადაცემა ნახეთ ვებზე, radio.cat.წერტილში, Facebook-ზე, Radio.cat და YouTube-ზე. ნებისმიერი ფონდით ჩაწერეთ, დაბადების კინოხონი და ყველა გადაცემა იქვე დაგხვდებათ. მე მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. ჩქირო ზოჯუნდათ, ჩქირო ბოს გიზალენთ. ჩქირო ზოჯუნდათ, ჩქი რადიო მარჩკლე, ხვამადო ბედნერობა ვამორკებოდან თქვენ ფანიას და ირიათო წემოძინელე ქოფედათ. მართ ჩქირშკილაში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.